გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. გილოცავთ 9 მაისს შიგ ევროპული ფაშიზმის დამარცხების, დასამარების, გაფარჩაკების დამიწების დღეს. და ძალიან ამაყი ვარ ამ დღეს, რადგან ვიცი რომ შიგ ევროპული ფაშიზმი უკნიდან განვითარებული დაამარცხა ქართველი გენერალ სიმუსის სარდლობით არმიამ და დროშაც გამარჯვების ქართველმა აწია და 700,000 ქართველი იბრძოდა, სამწუხაროდ 300,000 ქართველი შეეწირა ამ ომს, მაგრამ დიდი სისხლის ფასად მოპოვებული გამარჯვება კაცობრიობის ისტორიაში, ომში, რომლის მსგავსიც ჯერ არ ახსოვს პლანეტას, ეს არის ჩვენი წინაპრების ღირსეული, ჩვენი ძლიერი თაობის, ბაბუების თაობის დამსახურება, მათი სისხლი, მათი ბრძოლა, მათი ომი, რომლებაც დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცები იყვნენ, ნამდვილად და რა თქმა უნდა, უდიდესი ქართველის, გენიოსის, გენერალისიმუსის, იოსებ სტალინის უდიდესი მადლობელი ვარ და უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ და ახლა მინდა უთხრა ძალიან ბევრ სტალინის მაგინებელ, ძალიან ვითომ პატრიოტიზმით შეპყრობილ ადამიანებს, რომლებსაც სტალინის გინება ეს ძალიან დიდ ქართველობად და ვაჟკაცობად რომ მიაჩნიათ და ბევრ რამეზე არ უფიქრიათ, კიდე ერთხელ გეუბნებით აქსიომას. რომელ აქსიომას? თან უხეშად გეუბნებით, იმიტომ რომ ესეთი უხეში ნათქვამი უფრო იქცევს ყურადღებას. რომ არ ყოფილიყო იოსებ სტალინი, რომ არ ყოფილიყო 9 მაისი, რომ არ ყოფილიყო ქანთარიას მიერ აწეული დრო, რომ არ ყოფილიყო უძლევერი საბჭოთა არმია, რომელმაც დაამარცხა ეს ბოროტების ბუდე და ბუნაგი და ხროვა ევროპული ფაშიზმის, არათუ თქვენ სამი თაობა თქვენამდე კიდე. მამა თქვენი, ზოგიერთის ბაბუა, თქვენც რა თქმა უნდა, და არა მარტო საქართველოში, მათ შორის შიგ ევროპაში, რუსეთშიც და აი ომის თეატრზე, რომელ თეატრზეც მიდიოდა ეს კონტინენტებზე, პრინციპში მოიცავდა თითქმის ავსტრალიის გარდა ყველა კონტინენტს მოიცავდა და ანტარქტიდის გარდა. არათუ გამოხვიდოდით და არათუ რამეს იტყოდით და მოგწონთ თუ არ მოგწონთ სტალინი, ამას კი არ იტყოდით. ყვერებში ვერ იფართხალებდით. არათუ რომ დაბადებულიყავით, გამოსულიყავით, ხმა მოგეღოთ და ეს მოგწონთ და ეს არ მოგწონთ და ასე გექნათ და ისე გექნათ და დემოკრატია გეშენებიათ და სტალინი დაგეგმოთ. ყვერებში ვერ იფართხალებდა. ვერც ბაბუა თქვენები, ზოგიერთის, ვერც მამები და დედები და ვერც თქვენ, საერთოდ არ გაჩნდებოდით ამ ქვეყანაზე, არა. არ გაჩნდებოდით და ზოგიერთი მონა რო იძახის, ნეტა მოსულიყო გერმანია, ბავარიულ ლუდს მაინც დავლევდით, ბავარიულ ლუდს კი არ დალევდით. რა შეკრიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში იმ გადარჩენილ ხალხს და ზოგზე დოქტორ მენგელი ჩაატარებდა იმას, რა ქვია, ექსპერიმენტებს თუ როგორც ატარებდნენ და ზოგს კიდე დაკოდავდნენ და ზოგს კიდე რას უსამდნენ და ზოგს კიდე არ იარსებებდით. და ის რო არ იარსებებდით, ამას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება. 1941 წლიდან მას შემდეგ რაც დაიწყო დიდი სამამულო ომი. 1945 წლამდე, ანუ 5 წლის ჩათვლით პრინციპში. საბჭოთა კავშირის მოსახლეობა შემცირდა 27 მილიონით. 27 მილიონით. 27 მილიონი რას ნიშნავს, იცით?
-27 მილიონი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ დღე რაც ომი მიმდინარეობდა, ყოველ დღე რომ გაყო და გადაამრავლო. ყოველ დღე იღუპებოდა მინიმუმ, სულ მინიმუმ 20,000 ადამიანი. 20,000 ადამიანი ხალხო, ყოველ დღე. ეს არის უზარმაზარი რიცხვი. და აი, როდესაც რო იძახიან, რომ საქართველოს არაფერს დაუშავებდა, ჩვენ რასას ასე პატივსცემს შემოგდებული რაღაცა ავადმყოფური, რა ვიცი, ცერეუშნიკული რაღაცა ისეთი შიგუკნიდან განათლებული ევროპული ეს აზროვნება, რომ ქართველებს არაფერს გვერჩო და კარგად მოგვექცეოდა, ასე იქნებოდა, ისე იქნებოდა. ძალიან კარგად გვექცეოდა. ძალიან კარგად გვექცეოდა აქეთ აღმოსავლეთ ევროპის ხალხებს და იმას რა ქვია, ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ისე დემოკრატიულად და ისე კარგად იქცეოდნენ გერმანელები, რომ სოფლიო დანაკარგები, რომელიც 85 მილიონამდე ადის, ყველაზე დიდი დანაკარგი საბჭოთა კავშირს ჰქონდა. აი, მათი დამოკიდებულება როგორი იყო? ისინი ასე არ იქცეოდნენ მაგალითად ბელგიაში, ისინი ასე არ იქცეოდნენ ჰოლანდიაში, ისინი ასე არ იქცეოდნენ დანიაში, ისინი ასე არ იქცეოდნენ საფრანგეთში. არ იქცეოდნენ. არა. რატო არ იქცეოდნენ, იცით? იმათ კიდე თავისიანებად განიხილავდნენ. აქეთ მხარეს, აღმოსავლეთის მხარეს, ყოფილ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას და ველურ კავკასიას განიხილავდნენ გასაწყვეტ ან მონა რასად. და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? რა გაძლევთ მე ვიცი? გაუნათლებლობა, უთავმოყარეობა, საკუთარი ისტორიის დავიწყება, ფულზე გაყიდულობა, ევროზე და დოლარზე გაყიდულობა და ეს გაძლევთ თქვენ ამის საფუძველს და ეს ამ ყველაფრის მოტივი და мотиваცია და მიზეზი. ჩემთვის კი გასაგებია, მაგრამ აი ძალიან ღრმად განათლებული თუ ვინმე უკნიდან განათლებული აქ ლიბერასტის შემოძრება და დაიწყებს ლაპარაკს, რო იცოდეს ისე სტატისტიკასაც გადახედოს და სხვათა შორის ეს არ იყო მარტო გერმანული ფაშიზმი და გერმანული ბოროტება. ეს იყო გაერთიანებული ევროპული ჭირი. თითებზე ჩამოსათვლელი არის ქვეყნების მოსახლეობა, რომელიც არ იბრძოდა. აი მაგალითად ხო, სიტყვაზე ვთქვათ, ესპანეთი ოფიციალურად არ მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ესპანური ბატალიონები უამრავი ცისფერი ლეგიონები ერქვა. საფრანგეთი მაგალითად ხო, პირდაპირ არ ებრძოლებოდა საბჭოთა კავშირს. თვითონ იყო დაპყრობილი, მაგრამ ფრანგული ბატალიონები განსაკუთრებული სისასტიკით, ვინც გამოირჩეოდნენ, მაგალითად შარლემანები, განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ბელორუსიაში, რომლებიც ბელორუს პარტიზანებს რაღაცა არნახული სისასტიკით უსწორდებოდნენ. ყველა მონაწილეობდა. შეიძლება ჩაითვალოს ერთი ბერძნული ბატალიონები არ იყო, სერბული ბატალიონები არ იყო და შვედეთი. შვეიცარია ახლა ნეიტრალური იყო და შვეიცარიელები არ მონაწილეობდნენ. დანარჩენი აბსოლუტურად ყველა იბრძოდა. ეს იყო გაერთიანებული ევროპული ჭირი. და ყველა მონაწილეობდა ამ ყველაფერში. აი ამ ბოროტებისგან იხსნა იოსებ სტალინმა და ჩვენმა ბაბუებმა, ჩვენმა წინაპრებმა არა მარტო ჩვენი ქვეყნები, საერთოდ კაცობრიობა. თუ არა ეგრე იქნებოდა აშენებული, როგორც ზაქსენჰაუზენში იყო, როგორც ბიუხენვალდში იყო, როგორც აუშვიცში იყო და სხვაგან იყო, ესეთი ლაგერები იქნებოდა აშენებული და ასე მოხდებოდა ხალხის უტილიზაცია. იტალიელები ფაშისტების მხარეს იყვნენ კი არა, ანა იტალიაში დაიბადა ფაშიზმი, ვიღაცებს გონია, რომ ესა ჰიტლერმა მოიგონა, ბენიტო მუსოლინის მოგონილი იდეოლოგია არის, რომელმაც მე გავრცელება ჰპოვა და იტალიელები მათ შორის ერთ-ერთი უსასტიკესი საოკუპაციო ჯარები იყვნენ, იგივე იმაში რა ქვია, სტალინგრადთან და იგივე სმოლენსკის მიმართულებაზე, როცა მონაწილეობდნენ. იტალიელები უდამპლესი ოკუპანტები იყვნენ.
ქერჩიო ენა რო აქვთ ესე მოღებული და იძახიან ის ავიწყდებათ რომ ქერჩის სიმაღლეები გერმანელებს საერთოდ არ ეკავათ. ქერჩის სიმაღლეები სულ რუმინულ ბატალიონებს ეკავათ. ამიტომ იყო ეს ყველაფერი გაერთიანებული ხროვა. აქ მარტო გერმანელები კი არ შემოესია. აქ იყო ავსტრიელები, იყვნენ უნგრელები, იყვნენ რუმინელები, ბრძოლობდნენ ჩეხები, ფინელები, რარჯული არ გინდოდა რო არ ყოფილიყო. მარტო ომის დამთავრების მერე აი ფრანგები, რომელიც არ იბრძოდნენ, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს 23,000 ფრანგი იბრძოდა კი არა, ტყვეობაში იყო მარტო ის საბჭოთა ბანაკებში. ხო, ბენიტო. აი ეს იყო და აი ამ უბედურებიდან გადაარჩინეს ჩვენმა წინაპრებმა ეს ყველაფერი და დღევანდელი საქართველო როგორი ხდება ახლა გამარჯვების დღეს ეს ცალკე საკითხავი არის. აი რა ქალბატონო მარიკა რა რომელ თეოფილე მალაფიაზე მელაპარაკებით. თეოფილე მალაფიას აგინებს სტალინს, იმიტომ რომ თურმე ტირანი და უბედური ყოფილა და თეოფილე მალაფიას ვერ იფართხალებდა ყვერებში სტალინი რო არ ყოფილიყო. ლოცულობდა ალბათ ღმერთთან იყო სვიაზე გასული მის დასირებულ მრევლთან ერთად და იქ რაღაცა თეორიებს ქმნიდა. გამახსენეს ჩამოყალიბებული ბებერის სირი ეს. ხო და იმას გეუბნებოდით ხალხო რომ გადამიყვანა ახლა გამახსენა ეს დებილი ადამიანი რა. პარაზიტი ეს. დღეს როგორ ხდება საქართველო დღეს ჩვენ გამარჯვებული ქვეყანა, გამარჯვებული ერი, გაიხარე ბაია მეც გილოცავ, გაიხარე იცოცხლე. როგორ ხდებით? საერთოდ ნიველირებული სწავლება ისტორიაში თუ მეორე მსოფლიო ომი რა იყო, როგორი წვლილი აქვს ქართველებს მეორე მსოფლიო ომში შეტანილი. მემორიალები დანგრეული, შეურაცხყოფილი, იქ ქუთაისში დაანგრიეს, სხვაგანაც დაანგრიეს. იქ იმაში რა ქვია, თბილისში დღეს მქონდა ვიდეო, რა დღეში მქონდა ჩაგდებული, მაშინ საქართველოში ვიყავი, ვაკეში ის მემორიალი, ვაკის პარკში. ამის ფაშისტური სვასტიკები იყო მიხატული, იძულებით არ გავაწმენდიეთ მაშინ მერიის სამსახურს. ყველაფერი მოთახსირებული. სტალინის ძეგლი არაა ხალხო ქვეყანაში. ვისი მშობელიც, შემქმნელიც, გამზრდელიც, აღმზრდელი იყო იოსებ სტალინი. იქ მის სამშობლოში ის ძეგლი არ დაუტოვეს. ეგ ზოგიერთი გამოხდება და იტყვის, რომ აი აფხაზეთის ომის დროს ქანთარიას როგორ მოექცენ რუსები. ბიჭო, ქანთარიას რო ასე მოექცნენ სეპარატისტები და ის ბროდი იყო ზუსტად იმ ევროპული დემოკრატიის მოკავშირე რუსეთი, რომელშიც შემძვრალი იყო უკანალში შევარდნაძე, ელცინი და იქ გამრბოდნენ და თეთრ სახლში იძახოდნენ ღმერთო დალოცე ამერიკაო და ჩვენი ძმა და მეგობარი არისო და აი ასეთი დასავლეთის მოკავშირე რუსეთი იყო მაშინ და მელიტონ ქანთარიას აპატიებდა ევროპული და დასავლური ფაშიზმი გამარჯვების დროშის აწევას. გაასწორებიეს მიწასთან და დაანგრევიეს და კი მაგრამ მელიტონ ქანთარიას თუ სეპარატისტებმა და დაქირავებულებმა და აი მათმა იმას უქნეს ეს სახლი დაუნგრიეს და დაუწვეს. იოსებ სტალინის ძეგლსაც რუსებმა და სეპარატისტებმა მოუღეს ბოლო გორში. ელემენტარული კითხვა სვამ. ეს ქართველების ხელით არ მოხდა ეს ყველაფერი? კი, გასაგებია სააკოვის და სხვა მოღალატეების ხელით მოხდა. იქ ბორისოვს ეხვეწებოდნენ სტალინის ძეგლი ააფეთქე, ოღონდ და იმან არ ააფეთქა ძეგლი. არ ვიცი, ქალბატონო. გრიშაონიანს რო კითხო, პირწავარდნილი სტალინელია და სტალინის ფასი არავინ არ აყავს და მეორე წუთში რო კითხო,
იგი რა ქვია ბიძინა ივანიშვილის და ქოცების ფასი არავინ არ აღავს და ერთი ის ძეგლი ისეა მიგდებული როგორც ეგდო იმ გორში და კაციშვილს არ მოუკლია თავი იმის აღდგენაზე და ასე შემდეგ. არ ვიცი, ჩემო მიხეილ არ მაინტერესებს ზვიად გამსახურდია რას ფიქრობდა იოსებ სტალინზე და არ მაინტერესებს სიმართლე გითხრა ვის რა შეხედულება ქონდა. მე ჩემი შეხედულება მაქვს და მე ჩემი ხედვა მაქვს, ადამიანი ვარ და ჩემი აზროვნება მაქვს და არავის ნააზროვნებით არ ვფიქრობ მე მაგას. ყოველ შემთხვევაში ზვიადი რო იყო გორში, მან ასე თქვა, რომ ქართველ სტალინს გაუმარჯოს. თორე დიდი სიყვარულს რო არ გამოხატავდა იოსებ სტალინის მიმართ ზვიად გამსახურდია, არ ახალია ბევრისთვის და თუ საქმე იმაში არაა გამოხატავდა თუ არ გამოხატავდა, ყოველ შემთხვევაში ზვიადის ადამიანური დამოკიდებულებისთვის დამოკიდებულება საერთოდ ადამიანობის მიმართ, ქვეყნის მიმართ, ევროპის მიმართ და ამის მიმართ როგორც იქნა მიღებული, ტყვიას მესვრიანო და იმასო ყვავილებს ვესვრითო, ზუსტად იმ დასავლეთმა, იმ ევროპულმა ქვეყნებმა და ზუსტად იმ ხალხმა, იმ ჰუმანური დამოკიდებულებებით, რომელთაც ზვიადი იქცეოდა, ისე ჯერ ზვიადი დაამხეს და მოკლეს და მერე მთელი ქვეყანა გაათახსირეს და გაანადგურეს და რომელი უფრო გამართლებული იყო ხალხის მიმართ, რომელი ხელი უფრო გამართლებული იყო ხალხის მიმართ მოსაქცევად, მე მგონი მაგას ბევრი კითხვა არ უნდა და არ ჭირდება ამ ხალხისთვის ძალიან ნაადრევი არის ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას იდეებით საუბარი, ამ ხალხს ჭირდება მათრახი თავში, ამ ხალხს ჭირდება როგორც პირუტყს ისე მოქცევა და უარესად, ვიტყვი ამას რატო ჭირდება, იმიტომ ჭირდება რომ გაიხედეთ დღეს თბილისის ქუჩებში რა ხდება თბილისის ქუჩებში არ ვლაპარაკობ ახლა მე ისა რა ქვია კავკასიურ პოლიტიკაზე ქალბატონო ანა ჩეჩნები იმიტომ გადაასახლა თუ სიმართლე გაინტერესებს ჩეჩნებმა კუდი გადააფსკვნეს ჰიტლერთან და იმასთან რა ქვია გერმანელებთან როდესაც კავკასიაში შემოვიდნენ საომრად და არიომეს ჩეჩნებმა სხვათა შორის დიდ სამამულო ომში აი იმიტომ გადაასახლა ისევე როგორც ხვებმა და შეკრული იყვნენ იმასთან ვინ შემოვიდოდა რომ ეღალატათ ხო არა თავზე გადაუსობდა ხელს ხო იცი იგივე თურქმესხებს თავზე გადაუსობდა ხელს თურქები შემოჭრას აპირებდნენ და ასეთი ელემენტები არ ჭირდებოდა ქვეყანაში ამიტომ გადაასახლა ეომათ ებრძოლათ საკუთარი სამშობლოსთვის და არავინ არ გადაასახლებდა ხო ღალატი იყო ეს იმ ქვეყნის რომელ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ეგერ მოსული რო იყო იმამდე ორჯონიკიძემდე ფაშისტები თეთრი ცხენი გაუმზადეს შეჩნემა დასახვედრად თუ პასუხი გაინტერესებს ესაა ეს ამიტომ გადაასახლა მე გაგიკვირდეს მე არ ვამბობ რომ ეს კარგი იყო მაგრამ აი მიზეზი ეს იყო და რატო მაქვს ლაპარაკი რომ ეს ხალხი ამ ხალხისთვის ზედმეტი არის ლაპარაკი ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოტივებით საუბარი ამ ხალხს არ ისმის ეს ამ ხალხის ტვინში ეს არ შედის ესენი არიან ძალიან მარტივად გაღალატებული ადამიანები რომლებსაც აი მაგალითად ჩვენი ქოცების ორტრაკა პოლიტიკა აი მე ამ ქოცებს ვეძახი ორტრაკა ხალხს და რატო ვეძახი აი ამიტომ ვეძახი აი შედით ახლა და ქოცების გვერდებზე შეიხედეთ ქოცების გვერდზე როგორ წერია 2 მილოცვარი დღევანდელ დღეს ფაშიზმის დამარცხების დღე და 9 მაისი კიდე ყოფილა ევროპის დღე ეს ქვია ევროპის დღე ვინ დააწესა რას ნიშნავს ევროპის დღე მე გეტყვით რასაც ნიშნავს შექმნეს ალტერნატიული ესენი ხო ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობენ შექმნეს ალტერნატიული დღესასწაული ფაშისტების შთამომავლების ხელით დღეს ევროპაში ვინც არიან და ვისაც მიყავს ევროპის პოლიტიკა იგივე მერცი აიღეთ, იგივე შოლცი აიღეთ, იგივე ბერბოკი აიღეთ, მთელი ეს სანაგვი, იგივე ფონ დერ ლაიენი ესენი აიღეთ, მათი ბაბუები და მათი მამები ყველა იყვნენ ფაშისტური გერმანიის არმიის ოფიცრები, სხვათა შორის მაღალი ჩინის ოფიცრები. ამიტომ მათ თავიანთ მონებს გამოუგზავნეს, რომ მაქსიმალურად ქვეყანაში იქნას ნიველირებული და გადაგვარებული ეს დღე
დაარსეს 9 მაისს დიდი გამარჯვების დღეს. წარმოიდგინეთ ხალხო, რამხელა ცინიზმია. აი რამხელა ცინიზმია. ფაშიზმის დამარცხების დღეზე, ევროპული ფაშიზმის დამარცხების დღეზე შექმნეს ხელოვნური დღესასწაული ევროპის დღე და ამ დღეს აზეიმებენ ამ დასირებულ ხალხს, რომელიც დასირებული ხალხიც დარბის ახლა ქუჩაში და წინ უდგათ სათავეში ესა რა ქვია, ეს ბლუკუნა, ეს ძუკნა, ჯერ მიშას მოთრეული და მერე ბიძინას გადედოფლებული ქალბატონი სალომე ზურაბიანი თუ ზურაბიშვილი თუ ზურაბოვი, არ ვიცი, ქართველობასთან ამას რა შეხება აქვს და უდგას ეს სათავეში ამ დღეს და ევროპული ფაშიზმი, რომელიც იქნა დამარცხებული, ხელახლა არის აღმოცენებული და ზუსტად ფაშიზმის დამარცხების დღეზე შექმნილი ყავთ ალტერნატიული ლეგიონები აქ საქართველოში, რომლებიც თურმე ამას ვერ ხედავენ ფაშიზმის დამარცხების დღეს და არ უნდათ ამაზე ლაპარაკი და აზეიმებენ ამ დასირებულ, გამოსირებულ ქართველებს, გამოჩლუნგებულ ქართველებს, ვინც იქაა მისული, ან ვინც ამას გულშემატკივრობს ევროპის დღეს. და თურმე ევროპის დღე უნდა აღინიშნოს დღეს დიდი ტაშფანდურით და ევროპის მოედანზე შეიკრიბება თურმე ეს 5 ლოკაციიდან და შეხედეთ იქ რა ნაგავი არის. ჰელენე ხოშტარია, ისა რა ქვია, ხაზარაძე, რა ვიცი ეს ვინ არიან კიდე მთელი ეს ბოკერია, ჩერგო, ეს ალტერნატიული საქართველო ყველა იქაა თავმოყრილი და აღნიშნავენ ევროპის დღეს. აი ახლა მე რა მინდა გითხრათ, იცით? აი ამათ ქოცების თამადობით, კიდე ორტრაკა ქოცების თამადობით. აი ჯერ ფაშისტური ევროპის დედაშევეცი, ფაშისტური ევროპის და ლიბერალისტული და პიდარასტული ევროპის დედაშევეცი. და მე ვინც აღნიშნავთ დღეს 9 მაისს ევროპის დღეს, თქვენ დედაშევეცისაც თაურობთ. აი ყველას მოგიტყანთ გამზდელი, დიდიან პატარიანად, ქალიან კაციანად. ვისაც გედღესასწაულებათ 9 მაისზე ევროპის დღე. მეტნაირად რა გითხრათ? მეტნაირად რაინაზე გელაპარაკოთ? რაინაზე გელაპარაკოთ? იმიტომ რომ ან ჯერ ერთი რა არის ევროპა და რატო უნდა იდღესასწაულოს ქართველმა ევროპის დღე, ეს ვერ გამიგია. რა გაგვიკეთ ამ ევროპამ ამნაირი, რომ უნდა ვიდღესასწაულოთ. მერე და მეორე ფაშიზმის დამარცხების დღეზე, რომელშიც ქართველებს ლომის წვლილი გვაქვს შეტანილი, რატო უნდა აღნიშნავდეთ ევროპის დღეს? ხო და ჯერ ევროპის დედაშევეცი და მერე თქვენ დედაშევეცის უყველას და თქვენაირი ქართველების დედაშევეცი კიდე სადაც არიან. აი ამის თქმა მინდა. აი ამის თქმა მინდა და შეგარგოთ ღმერთმა დედის რძესავით და ვინც კიდე გამოდიხართ და მე დამიწყებთ აქ ლაპარაკს, რატო აგინებ, რატო იგინები, რატო აი ამიტომ ვლანძღავ. ფაშისტების შთამომავლებს, პირდაპირ შთამომავლებს თუ იდეურ შთამომავლებს ყველას მოგიტყანთ გამზდელი და მკვდარი და ცოცხალი. თქვენ დედაშევეცი, თქვენი ევროპიანად. всё. მორჩა და დამთავრდა. მაგრამ აი ქოცებზე მაქვს მე ლაპარაკი, ბიჭო, ქოცებო. თქვენი თამადობით, თქვენ დედაშევეცი. მე ახლა გამომიხტა გუშინ ერთი და მიწერდა კომენტარებს, რომ ცხაო პატივსო გცემდიო და შენო რას ქვიაო იმას ვაგინებო, ვინცო ქოცებსო მხარს უჭერსო და მე მხარს უჭერ ქოცებს, მხარს უჭერ, ესე იგი იზიარებ, ხო? ესე იგი შენ უჭერ მხარს ქოცებს, როდესაც მათ დაანგრიეს საყდრისი, შენ უჭერ მხარს ქოცებს, როდესაც მათ მიიღეს პიდარასტების კანონები და ანტიდისკრიმინაციული კანონები, შენ უჭერ მხარს, როდესაც ქოცებმა გაყიდეს ნამოხვან ჰესთან დაკავშირებული 600 ჰექტარი 121 ლარა თუ 126 ლარად, შენ უჭერ მხარს ქოცებს ნარკოპოლიტიკის გადაგვარებაში, შენ უჭერ მხარს ქოცებს იმის რა ქვია დავით გარეჯის გადაცემაში და აი ამაში უჭერ ყველაფერში უჭერ მხარს, ხო? ხო და ხო უჭერ მხარს, ხო და შენი დედაშევეცი ახლა რატო გიკვირს მე ამის მერე იმას რა ქვია, ჩემი გინება შენაირ ადამიანზე. იმსახურებ და მიიღარო, თქვენ როგორ გინდათ, იცი, კაი კაცის სახელის გქონდეთ და ქვეყნის ღალატში მონაწილეობდეთ. თითოეული წელი, რაც საქართველოში ქოცების მმართველობაში არის, -40,000-ით ცირდება ქართველი ერი. ეს უტოლდება თემურლენგის შემოსევებს. საქართველოში თითოეულ შემოსევას მეტი არ დახოცილა. ხო და შენ გამოდიხარ და ჩემი უფლება მხარს უჭერდე, ხო? მე მოღალატეს უჭერ მხარს და გინებას გწყინს და სიმართლეც გწყინს. რა ჩამოუთვალე რა სიმართლე არაა, კოჰაბიტაცია სიმართლე არაა.
ხო და ვისაც სიმართლე არ უყვარს, ყველას დედა შევეცი ზემოდან რა, საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზროვნება რა. აი ეს ორტრაკობა ქოცებს კიდე, ხო? აი ეს ორტრაკობა, ხო? აი ადრე თუ გვიანა ძალიან მალე მოგიტყნავთ დედას. ძალიან მალე მოგიტყნავთ დედას. ეს ხალხი ხართ თქვენ. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავენ ხალხს. სტალინის ძეგლი ვერ დაუბრუნებიათ თავის ადგილზე. მემორიალები რა დღეშია? ელემენტარული ბიჭო, ახლა რამდენია დარჩენილი, არ ვიცი. მაშინ რო ვიყავით, ჩხუბი მომივიდა მაშინ ვაკის პარკში, იმიტომ რომ ამერი ნაგვები დაძვრებოდნენ იქ მაშინაც და შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მოსულ გადარჩენილ ვეტერანებს და ანწუხელიძის სურათებს აფრიალებდნენ ხელში და რუსეთი ოკუპანტია და რასაც ბოზო ჩათლახობებს ყიროდნენ იქ და მაშინ იყო 600 კაცი იყო დარჩენილი. 2018 წელი იყო მე მგონი. და ელემენტარულად კვირიკაშვილმა და ამათმა მოვიდნენ და თქვენო ისო 300 ლარი გაქვთო პენსიაო და 600 ლარი გაგიხდებათო და მეორე წუთში გამოვიდნენ და უარი თქვენ რომ არაო 600 ლარი ახლა გექნებათო მაგდენიო ბიუჯეტში არა გვაქვს რომ მომდევნო იმგენშიო თქვენო ისო გაგიზარდოთო ისო პენსია 600 კაცზე ბიჭო გაორმაგება პენსიის მე ახლა რაფერ ჩაისხამდნენ იმას ჯიპებში თავიანთ ბენზინს ყوار მოაკლებდნენ და ტელეფონებზე ლაპარაკში რო ხარჯავენ მარტო იმას წულუკიანის გამოძიებული მოვტყანდა მაგათი დედა შევეცი მე სტალინის საქმეს გამოიძიებს ხო წულუკიანი კი წულუკიანმა ჯერ ბოკერია დაიბაროს მის ჭორბიუროზე და იქ იჭორაოს თუ რამის ტრაკი აქვს არ მაინტერესებს შემოძმაო ვინ აღნიშნავდა და ვინ არ აღნიშნავდა იცი აი ამას გეტყვი შეცდომებს უშვებს ყველა და მე მიმაჩნია შეცდომად ვინც 9 მაისს არ აღნიშნავს ხო ვინც 9 მაისს არ აღნიშნავს მე მიმაჩნია შეცდომად და არასწორად და საკუთარი ერის და ქვეყნის და წარსულის უპატივცემულობად ხო არ მაინტერესებს ვინ აკეთებდა ამას და ვინ არა მე ზოგიერთებიდან განსხვავებით კერპომანი არა ვარ და თუმეტეს მასე მაგი ხდებოდა თუ არ ხდებოდა ეს კიდე ცალკე თემა არის იმიტომ რომ ადამიანი 6 თვე არ იყო სათავეში და სული ამოხადეს ზვიადგამსახურდიას და ახლა ზვიადგამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელს და ხსოვნას ეფარებიან დღევანდელი ლიბერალები რომლებმაც დაამხეს ზვიადგამსახურდია და რომლებმაც მიწასთან გაასწორეს ეროვნული ხელისუფლება საქართველოში. ეხ გამოდიან და ზვიადგამსახურდიას იფარებენ, თურმე ჯონ უილსონი ყოფილა ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებლობის მხარდამჭერი. ისე ჯონ უილსონის დედაშევეცი, ბუშის დედაშევეცი, ამერიკელების დედაშევეცი და მაგათი დედა მოვთქვამს უყველასი, რომლებიც იყვნენ პირველი დაუდინებელი მტრები ზვიადგამსახურდიას. კიდე ცალკე თემა. ზვიადმა იცოდა მაგათ დამპალი ბუნება და გადატრიალების დღეებში რო ჩამოვიდნენ და იქ ბევრ რაღაცეებს რო შეპირდნენ. იქედანვე ამოარტყა პანგური და გააბრუნა უკან. 3 სენატორი იყო და ერთი ცნობილი ჟურნალისტი CNN-ის ჩამოსული არ მახსოვს ახლა გვარი მე თუ გაინტერესებთ მაგალითად ცალკე ვილაპარაკოთ. არა გენაცვალი არა რუსეთმა კი არ დაამხო რუსეთის ხელით დაამხო იმან რა ქვია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა ჯორჯ ბუშმა და გენშერმა და ნაბიჭვარმა და ნაბოზვარმა რომ მოიყვანა მისი მეგობარი შევარდნაძე конечно братан отмечаю этот праздник и тебе с праздником ხო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა გააკეთა. და დღემდე ჭირის დღესავით ეზიზღება ზვიადგამსახურდია ამიტომ ეზიზღება ევროპელები და ევროპა. სტალინს და ზვიადგამსახურდიას ერთი მტერი ყავდა. ხო. ესა სიმართლე. იქ ახლა ზვიადგამსახურდიაზე სალაპარაკოთ არა ვარ შემოსული სხვა თემაზე ვლაპარაკობ. ვლაპარაკობ ფაშიზმის დამარცხებაზე და საქართველოში გახარებულ და გამარჯვებულ ფაშიზმზე მის მერე. შევარდნაძის, სააკაშვილის და ორტრაკა და ატრაკა ივანიშვილის ხელით. ქოცების ხელით. და საერთოდ არ მაინტერესებს, მე არ ვარ მონა
რომ ისა ზომბირებულად ვიმეორო ვინმეს საქციელი და ვინმეს ფიქრი. ეგა. ქალბატონ დალი აღმოჩნდა ისე, რომ ესენი მაგას ამბობენ, რომ თურმე ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და ამისთვის იღუპებოდნენ ქართველები, რომ თურმე დღეს ევროპის დღე აგვენიშნა და LGBT პრაიდები ტარდებოდეს თბილისში. ამათი ტვინი 100 არის მოწყობილი. ამათი ტვინი 100-ია მოწყობილი და ასე აზროვნებენ და ასე ფიქრობენ. ხო. მე კიდე აი ამას შემოგითვლით, აი აქ შიგ ევროპიდან შემოგითვლით, სხვა შორის, შიგ ევროპიდან ძალიან კარგად ხედავ აქ რა ცხოვრების წესია, რა საზოგადოებრივი წყობაა და როგორი სტილია. აქედან გითვლით, ჯერ ევროპის დედა შევეცი, კიდე ერთხელ. და მე თქვენი ყველა დღევანდელ დღეს ევროპის დღის მუზეუმის დედა შევეცის უყველას. თქვენ გინდათ წაშლა ისტორიის, თქვენ გინდათ გადაწერაც ისტორიის. თქვენი დამსახურებაა ეგ ყველაფერი. ამიტომ ვისაც ჩემი წინაპრების სისხლის, ღვაწლის, ბრძოლის დავიწყება უნდა, ყველა ჩვეულებრივად მტერია და ყველა მოღალატეა. და პირველ რიგში სხვათა შორის ქოცების თამადობით. ევროპის დღეს რო ულოცავთ. ქოცების ფენომენია გადასარევი რა. და აი განსაკუთრებით რა არის იცით ხალხო, ესენი თუ არ ებრძოდნენ, აი როგორ ებრძოდნენ და როგორ ეზიზღებოდათ ყველაფერი. აი ახლა შემთხვევით წამაწყდა ერთი ფოტო მინდოდა მეჩვენებია თქვენთვის. ესა 1987 წელი თბილისი ვაკეა მოედანი იქ გმირებისთვის მემორიალი, სადაც მარგარეტ ტეტჩერი პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილ ქართველებს. ისტორიას აქვს შემონახული ეს ფოტო. აი დაკვირდით უკან რო ძეგლები დგას, ეს ძეგლები სად წავიდა? ვინ მოაცილა იქედან ეს ძეგლები? სააკოვმა ხო არ მოაცილა? ძალიან დიდი დემოკრატიის მამამ. სააკოვმა ხო არ დაანგრია დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალი ქუთაისში. სააკოვმა ხო არ აიღო სტალინის ძეგლი. და ახლა გამოვლიან ქოცები და იტყვიან, ეს სააკოვმა გააკეთა და ჩვენ რა შვაში ვართ. თქვენ არ შეგიძლიათ სტალინის ძეგლი დააბრუნოთ? ერთხელ მოჭიდავე რო იყო იგი ხინჩაგაშვილი, ექვია ოლიმპიური ჩემპიონი, იმას წამოწდა, წამეილუღლუღა, რომ სტალინის ძეგლიო უნდა დავაბრუნოთ უკანო, ისო რა ქვია, გორის მოსახლეობის ბაია პატარაია, ფუჩუ, ორგანიზაცია ფუჩუ ჩავიდა და თავზე დააფარა ნიფხავი. და ვთქვია სტალინის ძეგლის დაბრუნებას აპირებ უკან. ეს ახართ ქოცები. და ქუთაისში იმ ტერიტორიაზე, რომელ ტერიტორიაზეც დაანგრიეს და გაასწორეს მიწასთან დიდების მემორიალი, მე მოვითხოვე პირადად ქოცებიდან გამოეყოთ ერთი 10 კვადრატი ტერიტორია, რომელ ტერიტორიაზეც გავაკეთებდი მინი მემორიალს, რომელ მემორიალზეც იქნებოდა ანალოგი იმ დიდი მემორიალის, რომელიც იყო და რომელზეც იქნებოდა წარწერა გაკეთებული, რომ აქ მოხდა ვანდალური ფაქტი, დაინგრა ესა და ეს და შეეწირა უდანაშაულო ქალის და ბავშვის სიცოცხლე სააკაშვილის რეჟიმის დროს. უარი მითხრეს ქოცებმა და განსაკუთრებით იმ გამოსწირებულმა დიშლამ ქუთაისიდან დეპუტატად როყავთ. ლომინაძე. ქოცი. ჩვენო მაქო სპორტული დარბაზი უნდა ავაგებთ, რა ამერეში გამზრდელ მოწყვლინო გაკეთებულია იქ სპორტული დარბაზი და ადგილი ვერ გამოყვეს. და იმან გულახდილად მითხრა იმ ძეგლთა დაცვის და ამის იმან, რომ ჩემო პატარა კაცი ვარ, ჩემზე არაფერი არაა დამოკიდებულიო და ახლა რომ მოგცეო მაგის უფლებაო სიტყვაზეო რომ გავცეთო მაგის უფლებაო მერეო ნაცემი რომ მობრუნდენო ჩვენო რა გვეშველებაო. ეს ახართ ქოცები. ერთი ხელით იმას აღნიშნავთ, რა ქვია, ფაშიზმის დამარცხებას რო გკითხოთ კაცმა და მეორე ხელით ევროპის დღეს ულოცავთ, ხო და მოგიტყანთ გამზდელი ევროპულად. აი ესეთი გველაძუა, ასეთი ჩმორები რო ხართ რა. ამ თემაზე ბევრი რაღაცის თქმა მინდა, თუმცა აზრი არა აქვს ახლა. ყველა უნდა დავიღალო ენა და ყველა უნდა დაგღალოთ თქვენს. ერთი რაღაცის უბრალოდ მარტივად ახსნა მინდა. ქოცი და ნაცი არის ერთი. ამათ
ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია, მთავარია თავისი ტრაკი ედო თბილად იმაზე რა ქვია, სკამეიკაზე და სკამზე. და დღეს რომ მივიდენ ეს ცხვირპირი რო ჩამოტიროდათ. და ვითომ პატივი რომ მიაგენ, გამახსენდა მაშინ ერთხელ 2018 იყო, ხო, მე მგონი 9 მაისზე მევიდენ ნაცები. ნაცები მევიდენ. ბაქრაძე, სირი. და რა თქმა უნდა ვერ შევიკავე თავი ახლა იქ მემორიალზე და დავასხი და უთხარი რომ შენ ნაგავო მეთქი მემორიალს რო ანგრევდით, მაშინ არ გახსოვდათ ის თქვა, რა ქვია დიდი სამამულო ომში გარდაცვლილი ადამიანები შენ ნაძირალა შევირთხა მეთქი იქ მომასხა ყელში სისხლმა და აიო რაო შემარგეთო ეს დღეო დაიწყე რა უნდა შეგარგო მეთქი ჩათლახი ხარ მოვარდო მეორე ნაცი და დათო ბაქრაძე მააფეთქაო რატო აბრალეფო დათო ბაქრაძესო ასევე ზია დინამიტი არც სააკაშვილს დაუდვია მე ვთხარი მაგრამ ამათმა დაანგრიეს ამათი რეჟიმის დროს დაინგრა მეთქი და ახლა მოდიან და ესა რა ქვია აგერ მოდიხარ და ნიანგის სრემლებს ვღვრით თქო არ ვიცი ქალბატონო ნანა რუსეთუმე მთავრობა ევროპის დღეს ესენი არც რუსეთუმეები არიან არც ევროპელები არიან არც ესენი არიან ბიზნესტები არიან ესენი არიან ბიზნეს უკანალის წმენდაობები და ბიზნეს უკანალის წმენდაობა კიდე უარყოფს ყველანაირ თავმოყარეობას ესენი უნდა შეეტენონ ყველგან და ყველაფერს ამიტომ აღნიშნავ არაფერი იუმორის დიდი გრძნობა არ მაქვს შემოძმაო ასე იყო რაც ხდებოდა მე რასაც ვყვები ყველაფერი ძირითადად ჩემ თავზეა მომხდარი და ჩემი თვალით ამაკ ნანა ასე იყო და ასე გრძელდება ყველაფერი დღესაც აბა გააგრძელეთ ეს ყველაფერი და ნახოთ ერთი სადამდე მივა თქვენი ორტრაკა პოლიტიკა ქოცებო ძალიან მაინტერესებს და რაც შეეხება იმას რომ სტალინის ძეგლის აღდგენა დღემდე შეუძლებელი გახდა საქართველოში ეს იმას ნიშნავს რომ დღეს ქართული საზოგადოება არის დაჩმორებული დაქლიავებული შერცხვენილი სულში ჩაფურთხებული და ერმა რომელმაც თავის არც ისე დიდი ხნის წინ 80 წლის წინ გაიმარჯვა ამ სოფლიო ბოროტებაზე დღეს ისე დაკნინდა რომ ვინც გაიმარჯვა იმის ძეგლსაც კი ვერ დგამს თავის მშობლიურ ქალაქში. აი, ესაა ყველაფრის მაჩვენებელი. ისევე როგორც ერი ისია დაკნინებული და დაჩმორებული და გამოშტერებული და გამოგენდერებული, ერმა რომელმაც მე-11 საუკუნეში გელათი ააშენა, 21 საუკუნეში კრამიტი ვერ გამოცვალა, რომ მაშინდელი მოხატული ხატები არ წაშლილიყო. აი ამ დონეზია დღეს საქართველოს და ამ დონეზია დღეს ქართული საზოგადოება. და თუ ვინმე წინს რომ ასეთ დაქლიავებულს, ასეთ დაჩმორებულს, ასეთ დაშტერებულს და ამის გამმართლებელ საზოგადოებას მე პირადად ვაგინებ, აი ამ ჩემს ფეხებს. საერთოდ არ მაინტერესებს და არ მადარბეს. გეწყინოთ. უნდა გწყინდეთ, იმიტომ რომ არასწორ გზაზე გეხართ და ვიღაცა უნდა გითხრათ, რომ არასწორები ხართ. თქვენი არასწორი დედა შევეცი მე. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.